თუ ფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ძაღლები მხოლოდ ფილმებში ჩნდებიან, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ჯერ არ გაგიცნია ალაბაი. და დღეს ვილაპარაკებთ ალაბაის ისტორიაზე. ხო, თან გეტყვით, რომ მე ამით ქართულ ნაგაზ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, როგორც წინა ვიდეოს კომენტარებში წავიკითხე. უბრალოდ გიყვებით ალაბაის ისტორიაზე, რომელიც ძაღლების სამყაროში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძაღლის ჯიში. ეს ჯიში მოდის ცენტრალური აზიიდან, ანუ დღევანდელი თურქმენეთის ტერიტორიიდან. ხო და ამ ჯიშის ისტორია ითვლის 4000 წელზე მეტს. ეს ჯიში არ შეუქმნია არც რომელიმე კონკრეტულ კლუბს, არც რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, ამ ჯიშის სელექცია მოხდა ადამიანების მიერ, რომლებიც რეალურად იყენებდნენ ამ ჯიშს თავის დანიშნულებისამებრ. და ხო, ამ ჯიშის სელექციაში არ მიუღია ცნობილ ჯიშებს მონაწილეობა. აქ უბრალოდ მწყემსი ძაღლები ჯვარდებოდნენ ერთმანეთზე, ირჩეოდნენ ყველაზე ძლიერები და რჩებოდნენ როგორც ალაბაები. ეს არის ერთ-ერთი იმ უძველესი მოლოსური ტიპის ძაღლის ჯიშთაგან, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. მისი დანიშნულება იყო ქონების, ფარების დაცვა ძირითადად მგლებისგან. ხო და ვაუ ფაქტიც, ალაბაის გენეტიკა იმდენად ძველია, რომ დღეს ძალიან ბევრ თანამედროვე ჯიშზე მეტ დროს ითვლის ალაბაის თანამედროვე ხაზი. ხო და თუ გაინტერესებს სხვა მწყემს ძაღლებზეც, დაგვიწერე კომენტარებში და აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს.